გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ დემური ქსოვრელი, საფუძვლად მდებარეობს ცხეთის რაიონ სოფელ ქსანში, ზღვის დონიდან 500 მეტრაზე. ახლა მე მინდა შევეხო ერთ თემას, რასაც ქვია კანდი და კანდის მოხმარება. ზოგი მეფუტკრეს მოსწონს კანდის ხმარება, ზოგს არ მოსწონს, ეს თავისი ნებაა ყველასი. მაგალითად, ჩემი საფუძვი აქტიურად მოიხმარს კანდს. ეს კანდი ახლა რისთვის არის? მე დამწყებებისთვის მინდა აქცენტი გავაკეთო. პირველად რომ დავუდებთ კანდს, მაგით ვიგებთ იმ ოჯახს, დედა ყავს თუ არა ყავს. როდესაც კანდს დავუდებთ და კანდს მოიხმარს ოჯახი, ესე იგი დედა ყავს. რომელიც არ მოიხმარს, შეიძლება დედა ყავდეს, მაგრამ საკვები ბევრი ქონდეს, ისეთი მარაგი ქონდეს საკვების, რომ ჯერ ისევ დაბლა იყოს ფუტკარი და მაღლა არ იყოს ამოსული მეგეონები ადრე გაზაფხულზე. და ამ კანდის დადებით ხვდები მოიხმარა თუ არა ფუტკარმა კანდი. აი ამ ოჯახს უყურეთ, ორი პაკეტი მქონდა დადებული, თითქოს კი არა, თითქმის ორივე მოიხმარა და ესე იგი ამ ოჯახს ას გახსნა უნდა, ვერ ხსნით ცივი ამინდებია, მაგრამ ხვდები რომ ამ ოჯახს უეჭველი ყავს დედა, არანაირი პრობლემა არ აქვს, წყნარად არის ფუტკარი, მშვიდია, ესე იგი საკვები საკმარისი აქვს. ახლა ამას კიდე დავუმატებ კანდს და მივცემ დღეს პირველად სეროფს. სეროფი იქნება თიმოლთან ერთად. სამჯერადაც მივცემთ თიმოლს, ჩვენ ხშირად ყოველ წელს ვაძლევთ თიმოლს, სამჯერადად გავუმეორებთ თიმოლს და მე დავუწყებთ კვებას. კანდი რომ მოგვირჩება, მე გადავალთ პირდაპირ სეროფზე, მაგრამ რამე ყალა შემოვა ჩვენკენ. ახლა ჩვენთან 7 ყვავის ჯერჯერობით და მეტი არაფერი, შეიძლება სადღაც ნუში დგა და ჩვენთან ახლო არ დგა ნუში. მაგრამ წარმატებები კარგად ბრძანდებოდა, წარმატებებს გისურვებთ.